ძალიან საფრთხე შეიძლება გამოვიდეს ეს მომენტი, ძელს ხდება ბურთი ხორხელი დარტყმა და რა ბურთს იგერიებს ამ ეპიზოდში. რამან სიაპანაუ იქ თამაშგარე იყო გასაგებია, მაგრამ ნახავთ განმეორებით თუ რა სირთულის ბურთი მოიგერია ბელარუსმა მეკარემ, რომელმაც ამ საწყის ტურებშივე გამოაჩინა თავისი ოსტატობა. ხარებაშვილი შეიძლება ალბათ უკვე დარტყმა, ცდილობს 33 ნომერი გაითავისუფლოს თავი ვანდერსონ სილვა და ეს იყო უკვე პირველი მწვავე მომენტი გაგრელთა შესრულებით. ნოდარ ყალიჩავა თამაშობს უკვე კარგად, ორივე მეკარეს დასჭირდა პირველ 20 წუთში არასრულში თან თავისი ოსტატობის გამოვლენა. ვანდერსონ სილვა და ნოდარ ყალიჩავა ყურადღების ცენტრში, სწორედ ამ ორ მოთამაშეს შეუძლია ამ ეპიზოდის ბედი გადაწყვიტოს. ძელს ხდება ბურთი, გადარჩა სამგურალი. ვანდერსონ სილვამ მეორეჯერ სცადა იმერელთა კარში გოლის გატანა, ყალიჩავას გამოსვლა ძალიან კარგია, ეუფლება ბურთს და ახლა თავად წამოიწყებენ იმერლების შეტევას. ხარებაშვილი! ძალიან სახიფათო ეპიზოდი, კიდევ ერთი გაგრელებმა სრულად გადაიბარეს უპირატესობა ბოლო წუთებში. ჯერ იყო და ჯარიმა, კინაღა მიქცა გოლად, ახლა ხარებაშვილმა ოდნავ მცირე სივრცე დაინახა და შორიდან გაუშვა ბურთი სამგურალის კარისკენ. ხორხელი შერბოდა საჯარიმოში, შეიწია სიღრმისკენ როდრიგესმა დემურჩიხლაძე. ეპიზოდების სიმრავლე მოასწავებს იმას, რომ სულ მალე გოლს ვიხილავთ რომელიმე გუნდის კარში. ეს კი გაგრელი გულშემატკივარია თქვენს ეკრანებზე, რომელიც არის დღევანდელ მატჩში ტრიბუნებზე და აქტიურად ამხნევებს, რა თქმა უნდა, თავის აყვარელ გუნდს, ასევე სამგურალის გულშემატკივარიც და ამასობაში სამგურალმა გახსნა ანგარიში. გოლის ავტორი კი გახლავთ ვინისიუს ვიანა, რომელმაც თავით შეძლო 25 წუთზე ანგარიშის გახსნა. რამდენიმე საგოლე ეპიზოდი და განეიტრალებული ბურთები მეკარეების მიერ, მაგრამ ახლა სტანდარტულიდან უკვე 25 წუთზე გოლი მაინც გავიდა და გოლის ავტორი ვინისიუს ვიანა. ჩაწოდება საჯარიმოში და კიდევ ერთხელ ხდება ბურთი კარის ძელს. პედრო ანტონიო ბორჟესი, ასევე ბრაზილიელი ვანდერსონ სილვას გადაცემის შემდეგ თავით გოლის გატანასთან იყო ძალიან ახლოს. ბურთის ფლობის მხრივ ნელ-ნელა ასევე მასპინძლები ეუფლებიან უპირატესობას, ბული ჩააწვდის. არა დაარტყა, თუმცა აქაც არ გადის გოლი. ჯამში ამ არასრული 40 წუთის განმავლობაში იმდენი საგოლე ეპიზოდი შეიქმნა, რომ ერთი გოლი ალბათ ძალიან გასაკვირია. კვარაცხელია ვანდერსონ სილვას წინააღმდეგ გაექცა მეტოქეს. გადარჩა გაგრა ჯერ ხორხელი, მერე ფანცულაია. ორივენი ძალიან ახლოს იყვნენ გოლთან, სამგურალი კინაღამ ორბურთიანი სხვაობით გავიდა წინ. ეპიზოდი განმეორებით მშვენივრად, ძალიან ჭკვიანურად დაგეგმეს იმერლებმა ეს შეტევა. შერგელაშვილი და ჩიხლაძე წინა შეხვედრაში გოლის ავტორები. ნახოთ რომელი შეასრულებს შერგელაშვილი, არ გამოვიდა ზუსტი დარტყმა, ჰაერში შეიცვალა ბურთმა მიმართულება. ნახოთ რას მოიფიქრებს გაგრელთა კაპიტანი, ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, აქ არის შანსი პაპუაშვილი დარტყმა და გაგრელებმა შეძლეს წონასწორობის აღდგენა. ეს ყველაფერი 55 წუთზე. გიორგი პაპუაშვილი მეორე გოლი მისი ამ სეზონში და ერთ-ერთი ყველაფერი თავიდან იწყება. გაგრელთა ეს დიდი უპირატესობა საბოლოო ჯამში იქცა გოლად და გაგრელი გულშემატკივარი თქვენს ეკრანებზე, რომელიც რა თქმა უნდა ამ გოლმა ძალიან გაახარა. ნახოთ რა მოხდა ამ ეპიზოდში. თამაშგარია, როგორც ჩანს ეს გოლი არ ითვლება, ანგარიში კვლავ 0-1-ია და ბურთით სამგურალის მოთამაშეები რჩებიან, ასე რომ გაგრა კვლავ ეცდება წონასწორობის აღდგენისთვის შეტევაში გადასვლას. დავით მუჯირი იქ ორი მოთამაშე იხსნება მარცხენა ფლანგზე, ლუკა ხორხელი შეიძლება დარტყმა, მუჯირი და 0-2 სამგურალი უკვე ორი ბურთის სხვაობით გავიდა წინ. რა კარგად გაითამაშეს აქ იმერლებმა ბურთი და დავით მუჯირი ახერხებს 65 წუთზე თავისი გუნდის ორი ბურთის სხვაობით დაწინაურებას. ნახავთ ამ ეპიზოდს განმეორებით, გაჩნდა საკმაოდ დიდი სივრცე, ხედავთ გახარებული იმერელი გულშემატკივარი თქვენს ეკრანებზე, რომლებიც ესწრებიან დღევანდელ შეხვედრას ორივე გუნდის მხრიდან ესწრება გულშემატკივარი. მისასალმებელი და აღსანიშნავი ფაქტია, აქ კარგად ითამაშა ლუკა ხორხელმა, რომელმაც მოედნის ცენტრში მოახერხა ბურთის მოპოვება, გადააწოდა მუჯირს, მერე მარცხენა ფლანგიდან ერთდროულად ორი მოთამაშე იხსნებოდა და საბოლოოდ ხორხელს მისცა ბურთი მუჯირმა და მერე ხორხელმა დროულად დაუბრუნა ბურთი დავით მუჯირს, რომელსაც აღარ გასჭიროებია ამ პოზიციიდან გოლის გატანა.
გოცირიძე, კარგი ეპიზოდი იყო, საკმაოდ მცირე რადიუსში ჰქონდა თავისუფლება გოცირიძეს, მაგრამ მაინც იყო ეს ყოველივე მე-11 ნომერს, რომ ბურთი დაემუშავებინა და დარტყმაც მოეხერხებინა. ჩაწოდება საჯარიმოში და გამოიტანეს ბურთი სამგურალის მოთამაშეებმა. პაპუაშვილის დარტყმა ძალიან სახიფათო იყო, მაგრამ არასუსტი. ახლა რა გამოუვა გაგრას ამ შეტევიდან ჩაწოდება და არის შანსი ცინცაძე. ბრწყინვალე ბურთი მოიგერია ნოდარ ყალიჩავამ, ნახავთ განმეორებით და გამოჩნდება რომ მე მგონი ეს ამ ტურის საუკეთესო მოგერიებაა უდაოდ